ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეული ყინული, რომელიც არსებობდა ამერიკასა და საქართველოს შორის, დაიძრა? ну, რა არის იცით, ეხლა მე ჭორაობას ხო ვერ დავიწყებ, ხო? მე კონკრეტულ თემებზე ვერ ვისაუბრებ, წირი ინფორმაცია ამხრივ, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ამას უფრო ექნებოდა ესეთი მონოლოგის სახე, ხო? ანუ დანიკანი გარკვეულ პირობებს წააყენებდა ნორმალიზაციის და ეს პირობები არის მთავარი პირობა, მოით ესე ვთქვათ, არის ვექტორის დაბრუნება იმ კალაპოტში, დავითარების ვექტორის დაბრუნება იმ კალაპოტში, რაშიც ვითარდებოდა ათეული წლების განმავლობაში, ხო? სისტემურად ალბათ ეს არის მთავარი საკითხი, ანუ ის რომ ჩვენი მართლობითი სისტემა იქნება ეს თუ საერთოდ პოლიტიკა ასე რომ ვთქვათ შეტრიალდა რუსეთისკენ და რუსეთის ლუკმა გახდა ქვეყანა, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალური კონსტიტუციით განსაზღვრულ მიმართულებას, ხო? ნუ ეხლა დარჩენი ყველაფერი დეტალია ეს ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, ეს რუსული პროპაგანდა, ანტიამერიკული პროპაგანდა და ანტიევროპული, რაც დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმს თესავდა და ამის ინიციატორი ხელისუფლება იყო, რა თქმა უნდა, იქნებოდა ლაპარაკი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, როგორც კეთილი ნება, როგორც პირველი ნაბიჯი ამ ნორმალიზაციის და ნუ აი დაახლოებით ეს იქნებოდა ფორმატი, ხო? ბატონო გია, ანუ გეთანხმებით, რომ ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ არის ძალიან მწირი, მაგრამ ის რაც განცხადებაში გაკეთდა, რამდენიმე წინადადება საკმაოდ მეტყველი. აი, თუნდაც ის, რომ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მაკა ბოჭორიშვილი მოხსენიებულია როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს უნდა მივიჩნიოთ გარკვეულ გზავნილად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღარ დადგება დღის წესრიგში. რა არის იცი ძალიან შორს მივდივართ რა შორს დასკვნებს ვაკეთებთ ძალიან ხო ეხლა ეს არის წმინდა ფორმალური ესე რომ ვთქვათ ფორმალიზება რაღაც იანდადებების და ასე შემდეგ ეხლა ლეგიტიმაცია რადგან მოიხსენია მინისტრად ეს არის de facto ვითარება de facto ბოჭორიშვილი არის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა მას ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ მაგრამ de facto ესეა ხო აქედან გამომდინარე მე არ მგონია რომ ჩვენ ეხლა რაღაც გრძელვადიანი დასკვნები გავაკეთოთ ამ ყველაფრისგან იმის არ იყოს ტრამპი ლამის ესე რომ ვთქვათ რუსეთის აგენტად როცხადდებოდა და ეხლა ტრამპი აცხადებს რომ უმძიმეს სანქციებს უმზადებს რუსეთს ხო ასე რომ უნდა მივყვეთ მოვლენების განვითარებას ეს არის გრძელვადიანი თამაში აქამდე რომ მივიდა საქმე რომ ესე რომ ვთქვათ აი ესეთ ბუნდოვან ვითარებაში ვართ რა თქმა უნდა ეს ხელისუფლების დამსახურებაა ბჭყალებში მაგრამ თავის წილი ამაში ოპოზიციასაც მიუძღვის ხო იმიტომ რომ ეს იგივე ამერიკელები ოპოზიციაში ვერ ხედავენ ეხლა ოპოზიციაც არის წელში ესე რომ ვთქვათ გამოყვანილი მაინც და მაინც რომ მათი დღის წესრიგით იმოქმედონ ამერიკელებს თავისი ინტერესები თავისი ხედვები და ბუნებრივია ისინი ეხლა შეხვდებიან ხელისუფლებას აღარ ასიზამენ ხო ელჩი საქართველოში რისთვის იმას კომუნიკაცია იქნება ყველასთან და თუ ეს კომუნიკაცია ვიღაცას არ მოწონს თავის დააბრალოს მე ოპოზიცია მყავს ხედველობაში რომ მაგრამ საქმეც იმაშია როგორ გაგრძელდება ეს კომუნიკაცია ხო რა მასშტაბებს მიიღებს ინტენსიური ხასიათი ექნება თუ არა მივლენ თუ არა გარკვეულ ასე ვთქვათ შეთანხმებამდე დათბება თუ არა ეს ურთიერთობები გამონახავენ თუ არა საერთო ენას ძალიან ბევრი საინტერესო კითხვის ნიშანი ისმის რა არის იცით მე ძალიან სკეპტიკურად უყურებ ამას ყველაფერს და აგიხსნით რატომ იმიტომ რომ ამერიკელები წააყენებდნენ პირობებს ბუნებრივია ხო ისინი ეხა უპირობოდ ეხა ავდგეთ და შევრიგდეთ ამას არ ეთხოვდა გასაგებია დანიგანი ხო და ამ ხელისუფლებას არა აქვს უკან დახევის რესურსი ამაშია მათი პრობლემა ო ისინი ვერათავის არ კი არა მარტო ვერც ათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს
ესე რომ ვთქვათ, იმ კანონმდებლობასაც უკან ვერ დააბრუნებენ და ვერაფერს ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ აი ამ მითოლოგიაზე, უძლეველობის მითოლოგიაზე დგას ყველაფერი და სისუსტის გამოვლენების ეშინია და ნებისმიერ ესეთ ნაბიჯი სისუსტის გამოვლენებად არ იქმნება. აქედან გამომდინარე, მე არ ამგონია, რომ რამე კარგი მოიტანოს ამ შეხვედრამ ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებას რო კონდეს ახლა იმის ესე რომ ვთქვათ, რესურსები რო ადგენდა მარსა შემოტრიალდნენ ევროპისკენ უკან და ამ deep state-ზე და სისულელეებზე ლაპარაკს თავი გაანებონ, ხო? ამ შემთხვევაში თეორიული შანსი არის და ეხლა ხო, არ ვიცი, შესაძლებელია დამთხოვა უბრალოდ ეხლა როდესაც გავიგე მეც ამ შეხვედრის შესახებ რაღაც გარკვეული მოვლენები ამომიტივტივდა თავში და აი მაინტერესებს თქვენი მოსაზრება შესაძლებელია თუ არა ეს ერთმანეთთან კავშირში იყოს თუ უბრალოდ დამთხოვა აი მაგალითად რამდენიმე დღის წინ იგივე სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მეგობარი აქტის განხილვის გადადება და შემდეგ უკვე რამდენიმე დღეში ვიგებთ რომ ამერიკიდან დაბრუნებული ელჩი ხდება საგარეო საქმეთა მინისტრსა და არა, ეხლა თქვენ ძალიან შორს მიდიხართ ეხლა რა. გადადება რა ეხლა იქ საკმაოდ გრძელი პროცედურაა თავისთავად და ეხლა ყველაფერს ერთმანეთთან უდავაკავშირებთ მაინც და მაინც. რა თქმა უნდა, ის დამოკლეს מחვილივით კიდია ის მეგობარი აქტი, აქ ჩამოდის ელჩი და პირობებს აყენებს. და თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული, ამერიკა დაიწყოს მოქმედებებს. ხო, მაგრამ აი თქვენ თქვით რომ ხომ რა თქმა უნდა, ასე უპირობოდ ურთიერთობების დათბობა უბრალოდ აღდგენა, იმიტომ ფაქტობრივად ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს, შეწყვეტილი გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის წარმოუდგენელი, მაგრამ ახალი მათი მხრიდან პირობების წაყენება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ამ პირობებში იყოს ახალი არჩევნების მოთხოვნის საკითხი. ემა, მთავარი კითხვა ზუსტად ეს არის, ხო, ჩვენ არ ვიცით რა პირობები იქნა წაყენებული, მაგრამ რა პირობებიც არ უნდა იყოს წაყენებული, მთავარი კითხვა ეს არის. ეს ხელისუფლება მზად არის რაიმე პირობები შეასრულოს თუ არა, საერთოდ რაიმე პირობები რა. ნებისმიერი რას არ უნდა წაეყენებინათ. მე ვფიქრობ, რომ არ არის ამისთვის მზად, რატომ? იმიტომ რომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ამის ესე რომ ვთქვათ, ბევრი ნიშანი არსებობს, რომ გააწყვეტილებები მიიღება რუსეთთან კოორდინაციაში დიდწილად. ანუ რუსები აკონტროლებენ ხელისუფლებას და ეხლა ის რომ შესაბამისად ამ ხელისუფლებას სურვილი შემთხვევაშიც კი კონდეს იმის რესურსი, რომ ამერიკელების წარგნებული პირობები შეასრულოს, მე ამას უყურებ სკეპტიკურად. და ამაშია პრობლემა და თუ არ შეასრულებენ პირობებს, მაშინ ეს შეხვედრა არაფერი კარგით არ დამთავრდება ხელისუფლებისთვის, ხო? კი ბატონო. ასე რომ ყველაფერი წინ გვაქვს. კი ბატონო და ერთი ნიუანსიც ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ აი ამ ფონზე, როდესაც გაყინული იყო ეს ფაქტობრივად ეს ურთიერთობები შეწყვეტილი იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ არ ვწდები ორ ტრანზაქციად სანქციები დააწესა, იყო სამზადისი ახალი სანქციებისთვის მეგობარი აქტის განხილვის მოლოდინი, რატომ გამორიცხავთ, რომ იგივე ქართულმა ოცნებამ თავისი ლობი აამუშა, უფრო კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა საკმაოდ სოლიდური თანხა იმისათვის, რომ კი, ლობი, კი ბატონო, მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ლობისტების ძალიან სერიოზული თანხები იხარჯება ლობისტებში და ზუსტად ეს მეტყველებს იმაზე, რომ კი ბატონო, გინდა ჩვენთან ლაპარაკი ამერიკელები ეხლა ეს იმას ხო არნიშნავს ლობისტებმა იმუშავეს და ამერიკელები ეხლა ბიზნესთან თეთრ იმას დროშას გამოფენდა და ეთქვენ უი ეს რა კაი კაცი ყოფილაო ესე ხო არ იქნება რა ლობისტების მუშაობის შედეგი შეიძლება იყოს ერთი რამე რომ შანსი მისცენ ხელისუფლებას რომ რაღაცა ქნა ნორმალური და რაღაც დაუბრუნდა ცივილიზებული განვითარების გზას ხო ეს მხოლოდ შანსია მეტი არაფერი არ არის ეხლა ლობისტებმა როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა შეატრიალონ, ხო, ესე ხო არ ხდება. მათ შეუძლიათ რომ ხელი შეუწყონ რაღაც კონტაქტებს, მოლაპარაკებებს იმისათვის რომ აქედან რაღაცა გამოდდეს. უბრალოდ თქვენ არ გაქვთ მოლოდინი რომ ქართული ოცნება ამ შანსს გამოიყენებს. ხო, ამის მოლოდინი არ მაქვს. ეხლა ჩვენი ამოცანა დიდი ბოდიში და ამ საზოგადოების ამოცანა ხელისუფლების ცვლილება ხო არ არის, ხო? ჩვენ ხო არა ვართ
ესე რომ ვთქვათ გემოვნების თემა ხო არ არის ეხა ბიძინა მოგწონს თუ მამუკა ხაზარაძე ამაში ხო არ არის საქმე ხო საქმე არის იმაში რა ხდება ქვეყანაში და რა პოლიტიკა ტარდება ჩვენ პრეტენზიები პირადი ხო არა გვაქვს ხელისუფალთან ჩვენ გვაქვს პრეტენზიები რომ ავტორიტარიზმისკენ მიდის ყველაფერი და ვექტორი განვითარების აიღო რუსეთისკენ ეს არის პრეტენზიები ეხლა თუ ამ ყველაფერს გაასწორებს ეს ხელისუფლება მოახერხებს რა თვითმიზანია ჩვენი ხელისუფლების ცვლილება თვითმიზანი ხო არ არის სხვა საკითხია რომ ისეთი ტემპი აკრიფეს და ისეთ ჭაობში არიან რომ ისინი ვეღარ ამოვლენ ამ ჭაობიდან ეს არის პრობლემა თორე თეორიულად თუ წარმოვიდგენთ ეხლა რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს ბოდიში მოიხადეს პოლიციის სპეცრაზმელები და ისინი დაიჭირეს ვინც დანაშაული ჩაიდინა თქვენს რომ ჩვენი გზა ესე რომ ვთქვათ უყევია ევროკავშირისკენ აი ეს 12 პირობა ბოლოს რაც იყო წამოყენებული ის იმასკნეს შეასრულეს ხო რუსული კანონი გააუქმეს ეს ყველაფერი თუ გააკეთეს ხო გააკეთონ მაშინ რა გარკვეულწილად ეს ხო მათ ლეგიტიმაციას მისცემს ადამიანებშიც ხო კი ბატონო ძნელია დანაშაულის დავიწყება მაგრამ ნუ მეორეს მხრივ ეს ხო ამ საზოგადოების ინტერესებშია ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენი თვითმიზანი ხელისუფლების ცვლილება ხო არ არის ჩვენი თვითმიზანია რომ ხელისუფლება ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს აძლევდეს ხალხს კეთილდღეობას და თავისუფლებას ანუ თუ გარკვეული ასე ვთქვათ უკან დამხევი კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ქართულმა ოცნებამ შესაძლებელია არსებული პოლიტიკური სურათი სულ სხვაგვარად გადალაგდეს მე ხა თქვენგან მაინტერესებს ოპოზიციისთვის რა გზავნილი არის ეს შეხვედრა და რამდენად სწორად ეს გზავნილია რომ ოპოზიცია ნუ ფაქტობრივად მე ესე მეჩვენება ხო ეხა ძალიან კარგად აკვირდებიან და კარგად იციან ჩვენმა ელჩებმა იქნება ეს თუ იგივე ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა რა მდგომარეობაშია დღეს ოპოზიცია ხო ოპოზიციამ ვერ მოახერხა არ არის საუკეთესო მდგომარეობაში ამის თქმა გინდათ რა მდგომარეობაში არ არის საუკეთესო ფორმაში და ეხა ის ქვეყნები როდესაც საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკას აყალიბებენ კი ბატონო არ მოწონ ძალიან და ის არის მაგრამ ეხა თვითონ ინტერვენციას ხო არ დაიწყებენ ეხა რუსები ხო როგორც რუსები აკეთებენ ეს არ არის დასავლური სტილი ხო მათ ჭირდებათ შესაბამისი საყრდენები შესაბამისი პარტნიორები ქვეყანაში ძლიერი პარტნიორები რომლებსაც შეუძლიათ პოლიტიკური პროცესის წარმართვა რომლებსაც აქვთ ხალხის მხარდაჭერა და როდესაც ამას ვერ ხედავენ რომ ამ ოპოზიციურ სპექტრს აქვს ხალხის მხარდაჭერა ხო ნუ გასაგებია რომ რაღაც ეს ანუ ხელისუფლების ალტერნატივას ვერ ხედავს დასავლეთი არსებულ ოპოზიციაში თუ ამაზე ვსაუბრობთ ეს ძალიან დიდი პრობლემაა ემა თქვენ ხედავთ ხელისუფლების აი ამის მოსმენაღა უნდა ოპოზიციაში ჩემგან ბატონო გია და რა ვიცი ისედაც გაბუტულები არიან როდესაც კრიტიკულ შეკითხვებს ისმენენ ხოლმე ხო იმიტომ რომ ისინი ცხო მიეჩვენენ როგორც ხელისუფლება თავზე ხელის გადასმას ამდენი დრო გავიდა რა პროტესტში ინტეგრაციაც აი სრულფასოვანი ინტეგრაციაც ვერ მოახერხეს რომ პროტესტს სათავეში ჩადგომოდა ლიდერები გავხდეთ სულ გადადება ალბათ ფედერალში ამაზე აბა იმაში იანვარში ამაზუზამ და აბა იმაზუზა ეხა 31 მარტი გამოგვიცხადეს კიდე და გეგმაც გვექნება და ყველაფერი დალაგებული ბიჭო და ერთიანობაზე ლაპარაკობენ რა ეს ერთიანობაზე ლაპარაკობენ ვერ გავიგე კაცო ჩვენ მათი პოლიტიკა ერთპარტია ჩამოყალიბება კი არ გვინდა ჩვენ გვინდა მათი კარგი კოორდინაცია იმისათვის რომ ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზას და ამას ჭირდება ხო და ამისთვის იმართება ეს მოლაპარაკებები დღეს რაც ვნახეთ უკვე ცალ-ცალკე ხვდება კოალიციებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი მე არ მესმის რა აქამდე რატო არ გააკეთეს მე ესეც არ მესმის რა და აი რატო წელავენ ამასობაში მოვა ეს ადგილობრივი არჩევნებიც ხო რამდენი დრო დაიკარგა ოქტომბრის შემდეგ აი რამდენი დრო დაიკარგა და ამ თვეების განმავლობაში ისიც ვერ მოახერხეს რომ პროტესტ ჩაუდგენ სათავეში პოლიტიკური აი ხედავთ მთავრის გარეშე მოგებულიო გინახავთ სადმე მა
ხო არ არსებობს ესეთი ბუნებაში არ არსებობს ესეთი რამე. ხო, მაგრამ ამაზე პასუხი აქვთ ბატონო გია უკვე ზეპირად ვისწავლეთ რომ ბელადომანია უნდა დამთავრდეს. აღარ გვჭირდება ჩვენ პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური პროცესი წინ მიუძღვის ხალხი. აი, რა არის იცით, ოღონდ არაფერი არ გააკეთონ და ყველაფერს იტყვია რა. რა შუაშია ბელადომანია მე ლიდერზე როცა ლაპარაკობ მე მაინც ერთ კაცს კი არ გულისხმობ კაცო. ნებისმიერ არმიას ხო და პოლიტიკაც ბრძოლას უკავშირდება. ნებისმიერ არმიას ყავს ოფიცრები, ეს სხვადასხვა რანგის ოფიცრები, ესე რომ ვთქვათ, სარდლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანაბანა აუქს რა, ვერ გავიგე. როგორ უნდათ იცით, აი, მძღოლობა უნდათ რა, მძღოლობა უნდათ, მაგრამ უკანას თავარზელზე უნდა ჯდომა რა. საჭესთან დაჯდომა კი არ უნდა. თქვენ ხომ საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია გქონდათ ამ პოლიტიკურ კოალიციებთანაც და სალომე ზურაბიშვილთანაც. შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ, აი პოლიტიკურ ლიდერზე, როდესაც საუბრობთ, გულისხმობთ სწორედ სალომე ზურაბიშვილს. თუ სალომე ზურაბიშვილს გულისხმობთ, მაშინ პირდაპირ გკითხავთ, რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის გარშემო რეალური ერთობის ჩამოყალიბება, თუნდაც წინა საარჩევნო. მე ამას ვცდილობდი, ბიჭო, მის გარშემო აქ იმაზე კი რაღაც პოლიტიკურ ერთიანობაზე კი არ არის ლაპარაკი. რაღაც მაგიდა უნდა გაკეთდეს, კაცო, აქ არ არის საუბარი, რომ ერთ პარტიად შეიქმნა ერთმანეთთანაც, უნდა ჯანსაღი კონკურენცია უნდა გქონდეთ, უნდა შეინარჩუნონ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ზეამოცანა, ეს არის ქვეყნის დაბრუნება ევროპულ გზაზე. ამ ამოცანასთან მიმართებაში უნდა მოხდეს გაერთიანება და არა პარტიების გაერთიანება და ერთ ჭკუაზე ყოფნა, ხო? ყველა პარტიას თავის გზა აქვს, კაცო. მაგრამ ერთი თემა არის მთავარი, ფუნდამენტური. და ამ მაგიდასთან პარტიებთან ერთად უნდა იჯდნენ ის პროფესიული თუ ესე რომ ვთქვათ, სოციალური ჯგუფები, ხო, რომლებიც მარშებიც ვიხილეთ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ხო უზარმაზარი ენერგია, ბევრად უფრო დიდი ვიდრე ყველა პარტია ერთად აღებული, ხო? ეს ამ მაგიდაზე მე დაიწურება ყველაფერი ამ მაგიდასთან რა. ხო და ხომ მქონდა სალომე ზურაბიშვილს არათუ სურვილი, მცდელობაც მქონდა, რომ ყველა ერთად თუ არა კოალიციების გაერთიანება მაინც მოეხდინა. ანუ რატომ ვერ შედგა რამ ვინ იყო მთავარი მუხრუჭი თუ სალომე ზურაბიშვილის ავტორიტეტი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მის გარშემო გაერთიანებულიყვნენ ეს ოპოზიციური კოალიციები. ნუ არ ვიცი, აი რა გითხრათ რა. რა გითხრათ ახლა მე ვფიქრობ, რომ აი რაღაცნაირ კამერულად თამაში, აი რაღაცნაირად ნუ და რო ვერაკეთებენ, ეს არის სისუსტე ზუსტად რა. აი მე მიზეზებზე როგორ ვილაპარაკო. უნდა გააკეთონ რა. და თუ ვერაკეთებენ, ეს არის სისუსტე, სხვა კი არაფერი არ არის, კაცო. ახლა მიზეზები შეიძლება 500 ქონდეთ, კაცო. მე ამ მიზეზების განხილვა დავიწყო. ხო? მათი სისუსტეა. და ეს სისუსტე თუ არ შეუძლიათ ამის დაძლევა და რაც აუცილებლად გასაკეთებელია, ვერ აკეთებენ. მე რა გითხრათ ამაზე? ეხლა მე სად დავიწყო ეხლა დიაგნოზის დასმა, ხო? მე ფაქტს უყურებ, რომ ისინი ამას ვერ აკეთებენ. მორჩა. ანუ შესაბამისად მოლოდინიც არ გაქვთ, რომ 31 მარტის შემდეგ რაიმე შეიცვლება რადიკალურად. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ რაღაცა შეძლო ძალის დემონსტრირება მოახდინონ, ხელისუფლება, ეხლა ქილიკით ელაპარაკება რა. არასერიოზულად უყურებს, რატო უყურებს არასერიოზულად და გაზდის რაც თავარია, ხო? რატომ? იმიტომ რომ ენერგიას ვერ ხედავენ აქეთ მხარეს რა. და ამ ენერგიის აი კაპიტალიზაცია, ამ ხელა პროტესტია ქვეყანაში, ამის კაპიტალიზაციას თავ მოყრას ვერ ახერხებენ პოლიტიკური ლიდერები. 31 მარტის დადგება, ნუ მე წინასწარ არ დავიწყებ ეხლა მაინც და მაინც იმას, მაგრამ ნუ დღე არა გვაქვს კარგი გამოცდილება, რომ ანუ 31 მარტს რაღაც საოცრება მოხდება, მაგრამ თუ ესე იქნება, თაშ დაუკრავ, რაზეა ლაპარაკი, კაცო, მეც ეს მინდა. ანუ აქვს კიდევ ერთი შანსი, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ ძალიან ბევრი დრო დაკარგა ამასობაში ოპოზიციამ. აქვს კიდევ ერთი შანსი, რაც თავარია, ხალხს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენოს, რომ მას შეუძლია იყოს ქართული ოცნების ალტერნატივა, რეალური ალტერნატივა. შანსი არის ყოველთვის. ხო, შეიძლება შეცდომების დაუშვო, შანსი ყოველთვის არის. სხვა საკითხია, მოახერხებენ შანსის გამოყენებას თუ არა, მე ვერ გეტყვით.
ჯერჯერობით ჩვენი გამოცდილებით, ხო, მე არა გვაქვს პოზიტიური გამოცდილება ამ ხრივ. მე ამას ვამბობ. ნეტა მოახერხონ მეც ეს მინდა რა. ხო, სხვათა შორის აი ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, უბრალოდ აი როდესაც ერთობაზე საუბრობთ, აქ მინდა კითხვა, თქვენ როგორ წარმოგედგინათ ეს ერთობა, როდესაც ამბობთ, რომ არა ერთ პარტიად გაერთიანება, არამედ საერთო იდეების გარშემო გაერთიანება. თუმცა ჩვენ რასაც ხედავთ, ხო, წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, საერთო იდეების გარშემო გაერთიანებულები არიან კი არა, ამბობდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კოალიციურად მთავრობის ჩამოყალიბებისთვისაც კი იყვნენ მზად. ახლა თუ იდეურ ერთობაზე ვსაუბრობთ, ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, ყველა მთავარი მიზანი არის ახალი არჩევნების მოპოვება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ქვეყნის ევროპის წესრიგით იმოქმედონ ერთად რა. ამ დღის წესრიგით და არჩევნები რო დაინიშნება, ცალ-ცალკე წავიდნენ არჩევნებზე, კაცო. ამ დღის წესრიგით დღეს ხო არჩევნები ეს ერთობა ხო არჩევნებზე ერთად წასასვლელად არ იქმნება ხო? ერთობა მათ მოეთხოვებათ რომ არჩევნებს მიაღწიონ ამისთვის. და არჩევნებს თუ მიაღწევენ ერთად, მერე ცალ-ცალკე წავიდნენ იმ არჩევნებზე, კაცო. ხო, აი მოქმედებაში რას გულისხმობთ? აქციები ერთად დაგეგმონ, საერთაშორისო ვიზიტები ერთად დაგეგმონ. ჩვენ გვჭირდება სინერგია. რესურსები არის დაქცეული. ამ რესურსებს სჭირდება თავმოყრა. აი ეს სოციალური და პროფესიული ჯგუფები რო გითხარით, ამათ უნდა თავმოყრა. ხო? ამათ ხელისუფლება მუშაობს ეხლა რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს სამზარეულოებში. ხო, ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ეს არის ხელისუფლების ამოცანა და თითო კაცება ესე. ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ამოცანაა პირიქით კონსოლიდაცია და გაერთიანება იმისათვის რომ ძალას ძალა დაუპირისპირო, ხო? ეს არის ამოცანა. ეს ამოცანაა გადასაწყვეტი. ეს ამოცანა იმით კი არ წყდება, რომ ეხა მოდი საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიმუშაოთ. შეკრე ადამიანო, არ ნიშნავს ეს ხელისუფლება არჩევნებს და ეხა საარჩევნო კანონმდებლობაზე რო იწყებ მუშაობას და ამას რო ხდები მთავარ თემად, არასერიოზულად გამოიყურები რა. დღეს მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს იმაზე თუ როგორ მივახციოთ ამ არჩევნებს. როგორ მივახციოთ. და არა ის რომ არჩევნები რა მეთოდებით ჩავატაროთ. ჯერ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი და მერე უნდა გადადგა მეორე ნაბიჯი, ხო? პირდაპირ რო ახტები და გადახტომა გინდა 10 ნაბიჯით იგი და ესე არ კეთდება პოლიტიკა, კაცო. ხო, მაგრამ აი, როდესაც საუბრობთ რაღაცა შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმაზე, რეალურად არსად არ წასულა ის დამოკიდებულება, რომელიც მაგალითად გახარიას პარტიას აქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ნურსად მუწავა, კაცო, ეს დამოკიდებულება ესე დარჩება, ესენი პოლიტიკური ოპონენტები არიან და ესეც უნდა იყოს, კაცო. ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. მაგრამ ევროპულ გზას არჩევნების მოთხოვნაში ხო ერთიანები არიან. ხო და ამაში რომ რაღაც კოორდინაცია უნდა იყოს, კოორდინაცია. გაერთიანება კი არ უნდა იყოს. გაერთიანებას რატო არ ქმნიან? ხო, რაღაც საკოორდინაციო საბჭო გააკეთონ, კაცო. გაერთიანებას რო არ ქმნიან ამას რა და კოორდინაციაში შევიდნენ ერთმანეთთან იმისათვის რომ ჩამოყას სტრუქტურირება მოხდეს პროტესტის. რომ პროტესტმა შეიძინოს ის ენერგია, რაც ჭირდება ხელისუფლების იძულებას, რომ დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში. კი ბატონო, და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ, თუ 31 მარტს ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ვერ შეძლო რაღაცა არ ვიცი ძალის დემონსტრირება, იმის ჩვენება, რომ მათ შეუძლიათ მართლაც შესთავაზონ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ქართული ოცნების რეალური ალტერნატივა გამოიწვევს თუ არა ეს უფრო მეტ იმედგაცრუებას განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც აღარ გამოდის მაგალითად აქციაზე და ვისაც ეგრეთ წოდებულ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ვეძახით. რა არის იცით პარტიების მიმართ სკეპტიციზმი უკვე საკმაოდ მაღალია, ნუ ეხლა ჩვენ ეს უნდა ვთქვათ რა.
ჩვენ უნდა ვთქვათ, უნდა გაიაზრონ პარტია, მე ამას ჩასაფრებულის პოზიციიდან გეარავ, პირიქით მათი გულშემატკივარი ვარ. იმიტომ რომ ქვეყნის გულშემატკივარი ვარ, პირადი გულშემატკივარი ვარ, კი არა ვარ. მე ვთვლი რომ ძლიერი ოპოზიცია დღეს წყალივით გვჭირდება. და ამიტომ მეც მზად ვარ რომ ყველანაირად მივეხმარო, თვითონ ანუ აღიარებაც კი არ უნდათ, აი მარტივ კითხვა დაუსვან ადამიანებს, რომლებიც პროტესტზე გამოდიან. რატო არ აღიარებენ ამ ოპოზიციას ლიდერად? აი რატო არ იკარებს პროტესტი? კი, ინდივიდუალურად დადიან, მიდიან, მოდიან, ხალხში ერევიან, ეს მესმის, მაგრამ რომ პოლიტიკურ პროცესში ჭირდება პოლიტიკური ლიდერები. ეს ლიდერები უნდა იყოს პარტიები. ამ პარტიებს არ მიყვება ხალხი, ხო? არ მიყვება ხალხი და დაუსვან კითხვა, აი რა პრეტენზია აქვს მათთან ხალხს. და მე ადგენდა ის შეცდომები თუ აი ეს პრეტენზიები რაღაცნაირად გადალახონ, ხო? დაიბრუნონ ხალხის პატივისცემა, დაიბრუნონ ხალხის ნდობა და იმოქმედონ. იმიტომ რომ ლიდერის გარეშე პოლიტიკური პროცესი არის უსასრულო პროცესი დაღლაზე. ხელისუფლება ფიქრობს რომ მე დავგლი, ისინი აქეთ ბავშვები ეხლა დიდი ენერგია ჩვენ და ბედად ამბობენ რომ ჩვენ დავგლით, მაგრამ დაღლაზე ხო არ არის პროცესი რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე ხო უნდა მივიდეს, ხო? მაგრამ ესე რომ ვთქვათ, პროცესისთვის ხო არ არის, პროცესი შედეგით უნდა დასრულდეს. მადლობა.